სტრატეგიულ ნაწილს რაც ეხება, ანუ ეს ძალიან პირდაპირ არის დამოკიდებული ამ ომის მიზნებზე. და ამ ომის მიზნებზე საუბრისას რამოდენიმეჯერ ან ფოკუსი ამ მიზნების დროსთან ერთად შეიცვალა, იმიტომ რომ თავიდან ძალიან ცენტრალური ფოკუსი იყო როგორც ირანის სამხედრო დეგრადაცია, რაც მის ბალისტიკური რაკეტების პროგრამას გულისხმობდა, ასევე ბირთვული პროგრამა, რომელიც ასევე უნდა განადგურებულიყო ან ირანს დეკლარირებულად მასზე უარი ეთქვა. დღეს ეს ფოკუსი თავიდან ბოლომდე არის გადატანილი ჰორმუზის სრუტეზე, გამომდინარე იქედან, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული პროგრამა რჩება წამყვან დაპირისპირების საკითხად ამერიკასა და ირანს შორის, ჰორმუზის სრუტის შაკეტვა არის პირდაპირ გავლენა აქვს გლობალურ ბაზარზე და ასევე არის ის საკითხი, რომლის მოგვარების გარეშეც ამერიკა ამ ომს რეალურად ვერ დაასრულებს. რადგან ბირთვული პროგრამის შემთხვევაში და სამხედრო დეგრადაციის შემთხვევაში ეს ოპერაცია, ანუ განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტების პროგრამის კუთხით, ძალიან კარგად მიდის. ანუ გამომდინარე იქიდან, რომ 4 კვირაა გასული, კი, ანუ ბოლომდე არ არის მიყვანილი, ფაქტურად ბოლომდე რაც არის მიყვანილი, არის ფლოტის განადგურება, იმიტომ რომ რეალურად აღარ გააჩნია ირანს. ეს ფლოტი ძალიან დაბალ დონეზე ყავდათ განვითარებული. და შესაბამისად, ანუ სამხედრო კუთხით, ანუ უშუალოდ ყველაფერს მიწვდნენ და გაანადგურეს, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდი ქვეყანაა და ბევრი მარაგი აქვს, ეს ბოლომდე არ არის მიყვანილი, მაგრამ ის ვადები შეიძლება, ну, თქვა 3 კვირა არ იყოს საკმარისი ამისთვის, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ აბსოლუტურად ამერიკის ხელშია ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს, მაგრამ ამის მიმართ უშუალოდ ანუ ჰორმუზის სრუტის საკითხი არის ის, შესაბამისად ამერიკამ ნებისმიერ ეტაპზე ტრამპმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ თქვას, რომ ანუ აქ ვასრულებ ამ სამხედრო ოპერაციას, იმიტომ რომ 10 წლით გადავავადე ეს პრობლემა. შესაბამისად ეს ქვეყანა არის უკვე იმდენად დასუსტებული, რომ თავის რეგიონში მდებარე ქვეყნებს ვერ შეუქმნის პრობლემას, ასე რომ შემიძლია, რომ ეს ოპერაცია აქ დავასრულო, ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია თქვას, რომ გავიმარჯვე. მარტივია ტრამპის. ეგზიტი მარტივი იყო ჰორმუზის სრუტის პრობლემის ასე მკვეთრად დადგომამდე. ეხლა მას ირანმა წაართვა. ხო, მაშინ უნდა შეუთანხმდეს რაღაცაზე, რომ ომიდან გამოვიდეს, ან საბოლოოდ უნდა გადაგაანადგუროს. ეს ორი გამოსავალი აქვს. რეალურად ერთი არის ის, რომ რაღაცა გარკვეული მორიგების საფუძველზე გაიხსნას სრუტე, ან სამხედრო ოპერაცია. თუმცა ეს მორიგება ირანის ამ რეჟიმისათვის იქნება ის დროებითი გამარჯვება, რაც ამ წუთას ძალიან სურთ რომ მიიღონ, იმ გაგებით რომ ისინი უბრალოდ ეს გადარჩებიან. ხო, ეს არის გამარჯვება. ეს არ ნიშნავს გარანტიას, რომ მომავალ 6 თვეში რაღაც არ მოხდება მათ თავს, ხო, მაგრამ ახლა ეს გარანტია იქნება. არის იქნება თუ ეს მარცხი ტრამპისათვის. კი, აქედან გამომდინარე, ანუ რეალურად იმ ფორმაში დატოვება რეჟიმის, როდესაც ის, ანუ ერთი არის, ანუ გადარჩენა, მაგრამ გადარჩენა რის ფასად და შესაბამისად თუ თქვა ჰორმუზის სრუტა რჩება ან მისი კონტროლის ქვეშ, ან რჩება ისეთი იარაღად მის ხელში, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ წუთს შეუძლია იმისთვის, რომ ამერიკას და რეგიონის ქვეყნებს დაემუქროს, ჩაკეტვის კუთხით და რეალურად ირანმა გამოცადა და დაინახა, რომ ჰორმუზის სრუტი არის ის იარაღი, ბერკეტი, რომლითაც შეიძლება, რომ ამერიკას გადაახტევინოს ფასი ამ სამხედრო ოპერაციისთვის და რა თქმა უნდა, ამის ეს ადვილად ხელიდან გაშვებას არ აპირებს. არ იყო ეს სათანადოდ გათვალისწინებული ეს ფაქტორი, როგორც ჩანს. სამხედრო კუთხით უცნაურია, რომ წინასწარ ამაზე არ ყოფილიყო ნაბიჯი. სამხედრო კუთხით არ არის ასე, იმიტომ რომ რეალურად ან ბევრი დაიწერა მედიაში იმაზე, რომ ამერიკა არ იყო მზად იმისთვის, რომ ჰორმუზის სრუტე ჩაიკეტებოდა, რომ ამისთვის არ ქონდა სამხედრო გეგმა და თავდაცვის დეპარტამენტი. შემიძლია ეს სცენარი არ განხილულიყო. რა თქმა უნდა, ანუ რეალურად ეს გეგმები 80-იანი წლებიდან არსებობს პენტაგონში გამომდინარე იქიდან. საერთაშორისო ურთიერთობების შესავალ პირველ კურსელის დონეზე მასალაა რო ისაუბრა. კი, და მაგრამ ეს ომი არის ეტაპობრივად წარმოებული. შესაბამისად, ანუ იმისთვის, რომ ჰორმუზის სრუტეში გადაადგილება გახდეს ნაკლებ სახიფათო, აუცილებელია, რომ ის ბალისტიკური პროგრამა, რასაც ანადგურებ, წინ წაწიო, თუ ბოლომდე არ მიიყვან და ასევე წაართვა ირანს ის სამხედრო შესაძლებლობები, რომელიც ნაწილობრივ ამ სრუტის ჩაკეტვის საშუალებასაც აძლევს. არის ერთი მოცემულობა, რომელიც მგონი უკვე მნიშვნელოვნად შეიცვალა და არის შედეგი ამ ომისა. მრავალწლიანი მცდელობების შედეგი, რომ არაბულ სახელმწიფოებსა და ყურის არაბულ სახელმწიფოებსა და ირანს შორის ურთიერთობები სტაბილიზდა, ეს უკვე გუშინდელი დღე არის. ანუ ეს სახელმწიფოები იდეოლოგიურად და სტრატეგიულად წარმოადგენდნენ დაპირისპირებულ მხარეებს და ბოლო 10 წლეულის განმავლობაში თითქოს ჩამოყალიბდა რაღაცნაირი ბალანსი, ხო? და ისინი აღარ წარმოადგენენ ამგვარ საფრთხეს. ერთი შეხედვით, აი ამ ომმა ეს ყველაფერი გუშინდელი დღე არის აბსოლუტურად. რას მოიტანს ეს ამ რეგიონისათვის და მათ შორის რაც შეგვიძლია ამერიკული გადმოსახედისათვის. ანუ ეს ქვეყნები უკვე ნებით უნეფლიეთ არიან აქტიურად სამხედრო ბანაკის ნაწილები. არა უბრალოდ რაცა დეკლარაციის დონეზე, არამედ სამხედრო ბანაკის ნაწილები ამერიკის მხარეს. კი, რეგიონის ქვეყნებისთვის არის განსაკუთრებით დიდი პრობლემა, თუ ეს სამხედრო ოპერაცია
ინფორმაცია არ მივა იმ წერტილამდე, როცა ირანის რეჟიმი არის იმდენად დასუსტებული, რომ მას მართლა არ შეუძლია რეგიონის ქვეყნებისთვის რაიმე ტიპის პრობლემის შექმნა. ეს გულისხმობს როგორც ჰორმუზის სრუტის გახსნას, ისევე ბაბ-ელ-მანდაბის მიმართულებითაც იემენში ჰუსიტების მიერ მათ ტერიტორიული წლებიდან რეალურად დამუხრება იმ ტურიზმაზე, რაც იქ გადის. აქედან გამომდინარე და პლუს ამას ემატება ის, რომ ეხლა რომ ნახეთ, გაიცვალა ერთმანეთში მოთხოვნები, ეს რაღაც 15 პუნქტიანი გეგმა რაც იყო, რის მიხედვითაც უნდა შეთანხმებული იყვნენ მხარეები, იქან ირანი ღიად აცხადებს, რომ მას უნდა რეპარაცია იმ ზიანისთვის, რაც მიიღო. და ძალიან აბსოლუტურად ცხადია, რომ ვის მოთხოვს ის ამ რეპარაციას და რაფორმის წნეხს განახორციელებს რეგიონის ქვეყნებზე, თუ მან ჩათვალა, რომ რაიმე ფორმით, რაიმე ტიპის გამარჯვება მოიპოვა ამ კუთხით. ასე რომ რეგიონის ქვეყნებიდან, რასაც ვიგებთ, რა თქმა უნდა, მედია საშუალებებით ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ახლა შიდა ინფორმაცია თავისთავად რომ არ გვაქვს, არის ის, რომ ყურის ქვეყნები მოუწოდებენ ტრამპს და მის ადმინისტრაციას, რომ ბოლომდე მიიყვანოს ეს სამხედრო ოპერაცია და არ შეჩერდეს იმ ეტაპზე, როცა ირანი ჯერ კიდევ შეიძლება სერიოზული საფრთხე. ხო, შეიძლება შეჩერდეს, ეგეც საინტერესოა შენახსენ, რომ ჰორმუზის გახსნის გარეშე მაგალითად აქედან ვერ გამოვა, მაგრამ კიდევ ერთი დილემა აქვს, ხო? შიდა არჩევნები აქვს, სადაც არ არის გადაწყვეტილი ვითარება, თუმცა ახლა აქედან გასვლა როგორ იმოქმედებს მის მემკვიდრეობაზე, ხო? დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ წესით და რიგით თავრდება მისი პოლიტიკური კარიერაც, ხო? კი. მე ამიტომ არ მგონია, რომ ამერიკა რეალურად ეხლა ნაადრევ გადაწყვეტილებას მიიღებს ამ სამხედრო ოპერაციიდან დროზე ადრე გასვლაზე, იმიტომ რომ ყველა ფოკუსირდება იმაზე, რომ თან მართლა ცოტა ხანია, რაც სამხედრო ლეგასის საკითხია, არ არის იმდენი, რომ ანუ იმიტომ რომ ხშირად არის საუბრები, რომ ამერიკა აგებს ამ ომს, ან ის რომ ეს ანუ გაიწელა, მაგამოდან ვერ ახთა შედარებით 4 დიდი ქვეყანაა და შეუძლებელია რომ ჯერ ამას წელი რუსეთსაც კი ადარებს ზოგადად აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება. ხა რუსეთის უკრაინას შეჭერს პირველი თრე საერთოდ სხვა რაღაცაა და ეს საერთოდ სხვა რაღაცაა. კი, რა თქმა უნდა, იმ პროგრესით, რაც სამხედრო თვალსაზრისით აქვს, მაგრამ ასევე ტრამპისთვისაც და მისი ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, ანუ მათ აქვს თავისი გამარჯვების თეორია, რითაც აქედან შეიძლება გამოვიდნენ უფრო ძლიერები, ვიდრე ამ ომის დასაწყისში შევიდნენ, მაგრამ ის ფასი, რაც ამაში უნდა გადაიხადონ, არის, რასაც წონიან ხარჯისარგებელის კუთხით, განსაკუთრებით თუ საუბარი იქნება უკვე ქვეითების ჯარის გამოყენებაზე ამ პროცესში. ამაზე გადავიდეთ, რამდენად მაღალი ჩანს ახლა ალბათობა. იმიტომ რომ გამოსვლა კი არა, ჯერჯერობით ესე უფრო ჩანს, რომ ქვეითი ჯარითაც შევა, ხო, გარკვეულ მონაკვეთზე მაინც. შესაძლოა გამოიყენოს და ჯერჯერობით ეს არის ზუსტად რომ მიუხედავად იმისა, რომ საუბარია მოლაპარაკებებზე, რეალურად ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს დღეს ბრძოლის ველზე და ანუ ეს სამხედრო თეატრია, რაც ამ მოლაპარაკებებს გადაწყვეტს და იქნება ეს კაპიტულაციის პირობებზე შეთანხმება თუ რაიმე სხვა, გამოჩნდება სწორედ ბრძოლის ველზე. და ახლა ამერიკის მოქმედებები დღეს, ანუ თან მისი სამხედრო წარმომადგენლობის პრესბრიფინგებსაც რო უსმინოთ, ანუ მიყვებიან ზედმიწევნით იმ გეგმას, რომელიც დასახული აქვს და არაფერი იქ არ ჩანს ამ სამხედრო ოპერაციის შესუსტების ან შენელების ამ ეტაპზე, მაგრამ რაც ეხება ჰორმუზის სრუტას, ეს ვარიანტიც თავისთავად რომ მუშავდება. იგი გამომდინარე იქედან, რომ აი ძალიან კარგი შედარება შეიძლება გავაკეთოთ უკრაინასა და ირანს შორის, როცა სუსტი პოზიციიდან შეგიძლია ან სოფლიო ძალას პრობლემა შეუქმნა ისეთ ტერიტორიაზე, სადაც შენ გაქვს უპირატესობა ტერიტორიიდან და იმ შეერაღებიდან გამომდინარე, რაც გაქვს. ეხლა რეალურად უკრაინამ რუსული ფლოტი ფაქტიურად შავ ზღვაში მის გადაადგილება შეზღუდა ისე, რომ ეს გემები შემალულია ნავსაყუდელებში და ფაქტიურად გამოსვლისთანავე ანადგურებს მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ზღვაზე ამხელა შესაძლებლობები არ აქვს, რაც რუსეთს და ირანსაც აქვს მსგავსი, ანუ აქ არის ნაღმები, არის სარაკეტო საშუალებები და ასევე გემებიც, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა ნავები, რეალურად რასაც ეძახიან. სატრანსპორტო კვანძებს ატარგეტებენ, გასაგებია, რასაც აკეთებენ. კი, და ანუ ფასი შესაბამისად იქ ტრანზიტის ძვირდება და ეხლა დღეს ჩაკეტილი არ არის, ანუ იქ არ არის რაღაცა ხელოვნური ბარიერები და გავლას თუ გადაწყვეტს რომელიმე გემი, თქვა შეიძლება გარისკოს და გაიაროს, მაგრამ ამ შემთხვევაში ამერიკამ თუ გადაწყვიტა, რომ იქ შეუწყოს ხელი გადაადგილებას, აუცილებელია, რომ მისმა სამხედრო გემებმა რაღაც ეტაპზე გააცილოს ეს კომერციული გემები და ასევე საუბარია იმაზე, რომ სადაზღვევო ხარჯები იმდენად იზრდება, რომ აქაც რაღაცა ფორმის სუბსიდირების მოდელი არსებობს, რომლის მიხედვითაც შეიძლება ეს შიში რაღაც ფორმით დაასრულოს. ამერიკას აქვს ამის გამოცდილება 80-იანებში, როცა ირან ერაყის ომის დროს ტანკერების ომის სასახელით არის ცნობილი იმ პერიოდში, როცა სწორედ ან დადგა ამის საშიშროება და ამერიკამ გაგზავნა თავისი ავიამზიდები და აცილებდა ამ გემებს, მანამ სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდა, მაგრამ იმისთვის რომ ეს შეძლოს, ეს არის სწორედ აი პირველი ფაზა უწყობს ამას სამხედრო ოპერაციისა. ის ბალისტიკური სარაკეტო პროგრამა უნდა განადგურდეს ან ისეთ დონემდე მივიდეს, რომ თქვა თუ სანაპიროდან გესვლიან 20 რაკეტას, იმას ვერ მოიგერია ერთმა
ბავშვად, მაგრამ თუ გესვრიან ორს, შეიძლება გაცილების პირობებში ეს რისკი წაიღო საკუთარ თავზე და ამ შემთხვევაში ჩათვალო, რომ ამის ფასად გიღირდეს ამ დინების გახსნა.